28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს მარიამობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და მთავრობის წევრები სადღესასწაულო წირვას დაესწრნენ. საზეიმო წირვა ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ აღავლინა. მან მრევლს და სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაული მიულოცა და ღვთისმშობლის მიძინების მნიშვნელობაზე იქადაგა. მარიამობის დღესასწაული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. ამ დღეს ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიწიერ ცხოვრებასა და ზეციურ დიდებაში გადასვლას აღნიშნავს. სურს მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, ჩვენ საზოგადოებას მიულოცო დღევანდელი დღე მარიამობის დღესასწაული. ეს დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. საქართველო არის წმინდა მარიამის წილხვედრი ქვეყანა და ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ სწორედ მისი ძალით, მისი შეწევნით აუცილებლად საქართველო იქნება ერთიანი და ჩვენს თანამემამულეებთან, აფხაზებთან ჩვენ შევძლებთ მშვიდობიან თანაცხოვრებას მომავალში. მიძინება საერთოდ ძალიან უყვარდათ აფხაზეთში. აფხაზეთში ძალიან ბევრი ტაძარი არის მიძინების სახელობის. ეს არის ლიხნის ტაძარი, ეს არის მოქვის ტაძარი ღვთისმშობლის. ყველას ულოცავ და ულოცავ პირველ რიგში აფხაზეთის ქართველობას და უსურვებ მათ გაერთიანებას. აი ილორის წმინდა გიორგის ირგვლივ გავერთიანებულიყავით ჩვენ სულ ყველა და მხოლოდ მას წმინდა გიორგის როგორც მხედართმთავრას უფლისა შესწევს ჩვენი დაბრუნება ჩვენ სამშობლოში და ჩვენ ღვთით კურთხეულ მიწა-წყალზე. სრულიად საქართველოს ულოცავ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს, უსურვებ ჯანმრთელობას, წინსვლას და გაერთიანებულ საქართველოში გვეცხოვროს